დღეს გახლავთ ჩვენი სულიერი მოძღვრის მამა ლაზარეს დაბადების დღე და მისი ამ ქვეყნიური მოღვაწეობა, როდესაც ის შეუდგა ქრისტეს მსახურებას, აი მარტო იყო მოყვასის სიყვარული და მათთან ერთგულება და მათზე ზრუნვა. როდესაც მე მამა ლაზარესთან მივედი, საკურთხეველი იყო სავსე ბიჭებით და ისე მინდოდა, სურვილი მქონდა, რომ გამხდარიყავ მას ერთ-ერთი მათგანი. არ დამოუწყდება დღემდე ის ღამისთევი მსახურება აღდგომის წირვა იყო 2006 წლის აღდგომის წირვა და ესე ღმერთს ვთხოვე, რომ თუ შესაძლებელია მეთქი, რომ ბიჭები რომ გამოდიოდნენ მამა ლაზარესთან ერთად, რომ გამიკვირდა ამდენი ადამიანი ამ საკურთხეველში როგორ ეტევა მეთქი და ეს არ არის, ეს მამა ლაზარის დამსახურება იყო, ეს მისი ლოცვა კურთხევა იყო, მისი სიყვარული იყო ადამიანების მიერ და კიდევ ის მახსოვს, სულ ერთად რამდენჯერ წავსვლათ ერთად, თუნდაც როდესაც მოგივლია საქართველოს სხვადასხვა კუთხეები და მამა ლაზარე რამდენიმე ადამიანს ერთად 10-15 ადამიანს შეაგროვებდა, რომ ერთად ყოფილიყავით, ერთად წასულიყავით, სულ გეუბნებოდა, ვასწავლიდა ადამიანებზე ზრუნველობას, მე პირადად ჩემთვის დაუვალებია. აბა ის მოიკითხე, რატომ არ იყო წირვაზე, იმას შეეხმიანე, რატომ არ მოვიდა დღეს, სულ ასეთი და რა თქმა უნდა მე ეს მოკითხვის სურვილი ჩვენი მათთან დაკავშირება ეს გადაიზარდა მე მეგობრობაში და ჩვენ სიყვარულში და აი ესე ნერგავდა უთქმელად ესე შენიშვნის გარეშე ნერგავდა ჩვენში ადამიანების სიყვარულს და ადამიანებისთან ურთიერთობას გვასწავლიდა და მიულოცოთ მამა ლაზარეს დაბადების მიულოცოთ მამაო და ეგზოლობა, ჯანმრთელობა და შეგეძლოთ ყოველწლიურად ღვთისმშობელი და უფალმა შეიწია თქვენი მოღვაწეობა და თქვენი ამ ქვეყანაზე მოღვაწეობა და აი ესე გაბრწყინებული საფრთხე და მართლა როგორც უწესი მამა ჩვენი ეკლესიის ერთ-ერთი წარმომადგენელი ამასაკის და ესეთი წლოვანების და დიდი მოღვაწეობა მადლობა ღმერთს ამისთვის რომ თქვენ დაგაკავშირეთ თქვენთან და თქვენ ხართ ჩვენი სულიერი მოღვაწე. შეგეძლოთ ყოველწლიურად ღვთისმშობელი